გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო ჰუალინგში და აქ ძალიან მალე დაიწყება 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი წელს ტარდება საქართველოში და ძალიან საინტერესოა მართლაც თუ როგორ წავა ეს ტურნირი. 2-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება ევროპის ჩემპიონატი და 4 სტადიონზე ჩატარდება ეს ტურნირი. თბილისი უმასპინძლებს 3 სტადიონი თბილისიდან, 2 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იქნება, ერთი მთავარი და მეორე სათდარიგო სტადიონი, ასევე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი დიღომში და გორის სტადიონიც ასევე უმასპინძლებს, თენგიზ ბურჯანეთის სახელობის სტადიონი ასევე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ეს ჩემპიონატი, თუ როგორ წავა, როგორ წარიმართება, 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და წესი ძალიან საინტერესო ტურნირი უნდა გამოვიდეს. კი, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის ტურნირი საქართველოში იმართება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თარიღებს, 2-დან 15 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდელთა შორის და ამ ასაკში საუკეთესო ევროპული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი ნაკრებიც იქნება მათ შორის და ასე რომ ზაფხულში ჩვენ დიდი გულშემატკივრებთ ჩვენს გუნდს. ჩვენი მომავალი მეტოქეების შესახებაც ვთქვათ, მალე დაიწყება წილისყრის ცერემონიალი და აბა საინტერესოა ჯგუფში ჩვენთან ერთად ვინ მოხვდება? ბულგარეთი, ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია და შვედეთი. აი ეს ნაკრები გუნდები იქნებიან საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გუნდები. კი, ძალიან საინტერესოა გიგა, რომ 2 უძლიერესი გუნდი ვერ მოხვდა საერთოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს არის საფრანგეთის ნაკრები და ესპანეთის ნაკრები. ნუ საფრანგეთს საერთოდ მბაპე ყავდა და მოქმედი ჩემპიონი არის 4-0 გაანადგურა ფინალში იტალიის ნაკრები და ზოგადად არ ვიცი უძლიერესი გუნდია ერთ-ერთი. რაც შეეხება ესპანეთს, ნუ ტრადიციულად ვიცით რომ ესპანეთი არის და ბოლო პერიოდში ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 15 წლის მანძილზე 7-ჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება, მაგრამ მოხდა ისე რომ ერთ ესპანეთი, ერთ საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიონზე ვერ იღებენ მონაწილეობას გამომდინარე იქიდან რომ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლიეს. ასევე იმასაც შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთხელ 2013 წელს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიონზე, სწორედ ხსენებული საფრანგეთი იყო, მაშინ გია ცეცაძის გუნდის მეტოქე, იყო სერბეთი და სხვათა შორის ამ ჯგუფში ვინც ყავდა საფრანგეთი და სერბეთი, შემდეგ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია ყოფნა. იოლი მეტოქე ნამდვილად არავინ არ იქნება, აი რომ ვისაც არ უნდა დავადოთ ხელი, ხო? ჩვენ თქვით რომ გერმანიის ნაკრები გახლავთ ერთადერთი ევროპის ჩემპიონი, ვინც არის ახლა აი ამ ეტაპზე გასული, ფინალურ ეტაპზე, ერთადერთი ევროპის ჩემპიონი არის გერმანიის ნაკრები, დანარჩენები ინგლისის ნაკრებია. პორტუგალია და ინგლისი არიან ვიცე-ჩემპიონები, ასე ვთქვათ, ორგზის. პორტუგალიის ნაკრები ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი, აი ამ ასაკოვან ჯგუფში და არა მარტო ამ ასაკში, პორტუგალიელები რეგულარულად მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიონზე. ერთ სიტყვით მოკლედ რო ვთქვათ, აი ყველა მეტოქე ძალიან რთულია ცხადია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ქართველი ფეხბურთელები, ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები წარმატებით მოახერხებენ ჯგუფური ეტაპის დაძლევას და გამოიყენებენ შანსს საქართველოში იმართება გულშემატკივრობა მათ არ მართლაც ისტორიული მოვლენა არის ახლა ასეთ დონის ღონისძიების მასპინძლობა ზოგადად წელს ზაფხულში იგივე რაგბის ჩემპიონატიც რომ ავიღოთ ეს 20 წლამდელების სოფლიო ჩემპიონატი ასევე ეს ახალგაზრდული 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი მართლაც შესანიშნავია რომ 2 ასეთ დონის ღონისძიების მასპინძლობა გვიწევს და სულ მალე უკვე დაიწყება კენჭისყრა და არ ვიცი ხა ალბათ ჩვენც უნდა ვთქვათ სასურველ მეტოქეებზე შედარებით ვინ უნდა იყოს სასურველი მეტოქე ხა ვისაუბრეთ რომ არამც და არამც არ გვინდა გერმანიის ნაკრები, ალბათ არ გვინდა პორტუგალია და ინგლისი. დავიდან ჯგუფში კარგი იქნება. უფრო მაინც ალბათ შვედეთი, რომელიც სხვა შორის დებიუტანტია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიონზე აქამდე არასდროს გასულა შვედეთი და პირველად მიიღოს მონაწილეობას. სხვა ასაკობრივ ჯგუფში, ანუ უმცროსი ასაკის შვედეთის ნაკრები რეგულარულად აღწევს წარმატებებს სხვადასხვა ტურნირებში და შვედეთის რთული მეტოქე იქნება. თავიდანვე ვთქვით, რომ მეტოქე აქ ყველა რთულია, 7 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. მაინც აი ბულგარეთი და შვედეთი მე მაინც მგონია რომ ეს ორი გუნდი რა თქმა უნდა ხა პირობითია და შედარებითია ყველაფერი ცხადია. მაინც ალბათ უფრო უნდა ვისურვოთ რომ კენჭისყრაში ჩვენთან ეს ორი გუნდი თუ ავწვით გერმანიას, ინგლისს, ჰოლანდიას, პორტუგალიას, მაგრამ ასე ყველას ერთად 4-ს თუ ავწვით კარგი იქნება. რთული იქნება ცხადია, მაგრამ ნახოთ კენჭისყრის ცერემონიალი მალე დაიწყება. შეგახსენებთ რომ გიორგი ყიფიანი არის მთავარი მსმელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრების და ძალიან საინტერესო იქნება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა. ძირითადად 3 თბილისური გუნდით არის დაკომპლექტებული ნაკრები, თუმცა ამაზე უფრო მოგვიანებით გავაგრძელებთ საუბარს, კენჭისყრის მერეც გვექნება ჩვენ ეს გადაცემა. ახლა კი სიტყვას გადავცემ ლევან ღუდუშაურს, რომელიც ჩაერთვება ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად.
მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. საქართველოს მასპინძლობს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მარტო იმ ნაკრებისთვის, რომელიც მიიღებს აქ მონაწილეობას, არამედ მთლიანად ზოგადად ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ჯობია რომ გავესაუბროთ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს. ბატონო დავით, როგორ განწყობაზე ხართ და მზადყოფნაში არის თუ არა საქართველოს მასპინძლობისთვის? პირველ რიგში სანამ დაიწყება კენჭისყრა, მეც აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კუთხით, ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციის კუთხით მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენთვის დიდი პატივია, რა თქმა უნდა და საორგანიზაციო კუთხით ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტურნირი მართლაც საერთაშორისო სტანდარტებით უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ასაკში მოყრილია საქართველოში ჩამოვალ 2-დან 15 ივლისამდე შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საუკეთესო 7 გუნდი. ჩვენ როგორც მასპინძელი საკვალიფიკაციო გარეშე ვართ ამ ტურნირზე და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ 8-ში, იმიტომ მხოლოდ იმიტომ არ ვართ მოხდრილები, რა თქმა უნდა, რომ მასპინძლები ვართ, შევეცდებით, რა თქმა უნდა, დავარწმუნოთ სპორტული კუთხითაც, რომ ჩვენ მართლაც ვართ ღირსეულად 8 საუკეთესო გუნდ შორის და ჩვენი მხრიდან ჩვენი მაყურებლების ხარდაჭერის იმედად ვართ, რა თქმა უნდა, 2-დან 15 ივლისამდე კიდევ ერთხელ სარგებლო შემთხვევაში და მოუწოდებ გულშემატკივარს ხარი დაუჭირო ნაკრებს, იმიტომ რომ იცით თქვენ გუნდები, რომლებიც წარმოდგენილი არიან, ძალიან ბევრი გრანდია წარმოდგენილი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის, ფაქტია, რომ ამ გუნდებმა დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის 7 საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩამოვა საქართველოში. რა შანსი ექნება საქართველოს ნაკრებს? ნუ რა თქმა უნდა, ახლა დიდი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ კარგად იცნობთ ახლა ალბათ მოსამზადებელ პროცესს, როგორ ემზადება გუნდი და შეუძლია თუ არა რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბოლო დროს 19 წლამდელების თამაშით შეიგრძნობა პროგრესი, ჩვენ იმედიანად ვართ, მთავარი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის იმედი გვაქვს, აგრეთვე იმ ფეხბურთელების, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ევროპის ჩემპიონატზე, კონკურენცია დიდია ამ ასაკში და შევეცდებით, რომ იმ გუნდებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, კენჭისყრის შემდეგ ჩემთვის პირადად მართლა ძალიან დიდ მნიშვნელობას, მით უმეტეს 19 წლამდელებში ძალიან რთულია ამოიცნო, ვინ არის ამ ჩემპიონატის ფავორიტი, ვისთან მოგვიწევს პაექრობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჯგუფის სამივე შეხვედრაში მაყურებლების ხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ პროგრამა მინიმუმის ნახევარფინალში მოხვედრას, საპლეი-ოფ ეტაპზე მოხვედრას ქონია პრეცედენტი და ასაკობრივ გუნდებში ყოფილ ვართ ჩვენ ნახევარფინალში, როგორც მინიმუმ ამ შედეგის გამარებას, თუმცა იცით თქვენ რომ ძალიან რთული იქნება საორგანიზაციო კუთხით. ყველა გუნდის 7-ვე გუნდის წარმომადგენლები, მთავარი მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან, გუშინ მათ მოინახულეს ყველა ის ინფრასტრუქტურული წერტილები, რომელზეც გაიმართება ჩემპიონატი, როგორც სავარჯიშო, აგრეთვე სად მოუწევთ გუნდებს თამაში. სტადიონით შეემატება, ხო? თბილისს, როგორც ვიცით, დიღმის სტადიონი, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი, იქნება ერთ-ერთი მასპინძელი, გარდა ამისა გორში გაიმართება შეხვედრები და მიხეილ მესხის სახელობის ორივე სტადიონზე ჯამში 4 სტადიონია, რომელიც უმასპინძლებს ამ შეხვედრას. ამის გარდა თქვენ იცით, გუნდებს სავარჯიშო პირობებით უზრუნველყოფა აუცილებელი. გუშინ ყველა გუნდმა უკვე მოინახულა ის ბაზები, სადაც მოუწევთ კონკრეტულად ტურნირის მიმდინარეობის დროს მათ მომზადება, სასტუმროში პირობებს გაეცნენ და რომ ვთქვათ, გუშინ ოფიციალურ ვახშამზე ყველამ ერთმანეთ აღნიშნა, რომ ტურნირი ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, კმაყოფილი არიან პირობები და ჩვენ კიდევ ერთხელ ხალხს ვუსმენთ, ხელ შევუწყობთ ამას საორგანიზაციო კუთხით. სამაგალითო ჩემპიონატი ჩატარდეს, რათა მომავალშიც კიდევ და კიდევ სხვა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მასპინძლები გავხდეთ. აგრეთვე 2020 წელს იცით, რომ მსგავსი ტურნირის მასპინძლობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს საქართველოს, ქალთა გოგონათა შორის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპით საქართველოში გაიმართება 2020 წელს. ძალიან სასიამოვნოა ეს სიახლეები, დიდი მადლობა. ეხლა გადავინაცვლებ უკვე წარმატებების ელჩთან დიმიტრი ობოლაძე შემოგვიერთდება, რომელიც წარადგენს ამ ტურნირს. გამარჯობა დიმა. გამარჯობა. როგორ დაახასიათებ იმ გუნდებს, რომლებიც გავიდნენ ამ ეტაპზე და როგორ გონია, აქვს თუ არა შანსი საქართველოს ნაკრებს, რომ ეთამაშოს, ასე ვთქვათ, სოფლიო ფეხბურთის გრანდებს ამ ასაკში? გუნდების დახასიათება, ეხლა რო ჩამოთვალოთ ეს ბავშვები, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ფეხბურთელები რა გუნდებში გამოდიან, უკვე თავისთავად ცხადია და რა სკოლა აქვს გავლილი და როგორ არის. კონკურენცია მათთან იქნება ძალიან რთული, თუმცა ჩვენ გვაქვს საკუთარი კედლების უპირატესობა, ჩვენ გვაქვს გულშემატკივრის ძალიან დიდი იმედი, რომელიც მოვა სტადიონზე. რაც შეეხება შანსებს, ეს ისეთი ასაკია პრინციპში, რაც არაერთხელ დადასტურებულა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, თან დავილოდებით კენჭისყრის შედეგებს, ეხა მოუთმელად და არის კარგი ვარიანტებიც, ხო? ეხა არ შეიძლება
რო თქვა 4 ჩემპიონობის კანდიდატი ზოგადად იყო მოხდეს შენთან ჯგუფში, ხო? ეს ცუდი იქნება. შენი აზრით ვინ იქნება ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი რომ მოხდეს ჩვენ ჯგუფში? მე ხარ მინდა რომ რომელიმე გუნდს რაღაცა დავაკნინო, ასე ვთქვათ, ყველა ძალიან მაგარი გუნდია, ფაქტია, მაგრამ ეს ჩამოთვლა მე მგონი ჩვენგან ცოტა არასერიოზული იქნება, თუმცა მაქვს რა თქმა უნდა სურვილი. არ მინდა რომ 3 ვთქვათ, გერმანია, პორტუგალია და არ მინდა ხო, შვედეთი ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ დებიუტანტია ტურნირის, ჯერ არასდროს არ გასულან ამ ეტაპზე და ერთის მხრივ კი რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ შვედები ძალიან ათლეტური სტილი ჩვენ ვიცით, მათი აღნაგობა ვიცით, სათამაშო სტილი, ანუ სისტემა რომელიც არსებობს ამ ქვეყნებში, ეს არის ასახული ერთ-ერთზე ამ ახალგაზრდულ ნაკრებებში. იგივე სისტემით თამაშობენ ესპანელები, თქვათ, რომლებიც არ არიან ესპანელი პირველი ნაკრებიც ახალგაზრდულის და ეს სასაკეა, რომელიც ჩვენი მომავალი, ასე ვთქვათ, შევსება არის ნაკრების, ხო? და აქედან გამომდინარე ძალიან ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ მაინც განწყობილი. ისე ძალიან უცნაურია, რომ მოქმედი ჩემპიონები არ მონაწილეობენ, საფრანგეთის ნაკრებმა წინა ჩემპიონატი მოიგო და ვერ მოახერხა კვალიფიცირება უკვე ამ ჩემპიონატს. მაგაში ასე ბულგარეთმა გააჯობა, ხო? ანუ თან რა საფრანგეთს, კილიან მბაპე და ასე შემდეგ, სერიოზული. კილიან მბაპეს საერთოდ ზოგადად კიდე რაღაც ახალი რაღაც ეპოქას იწყებს ეს ბიჭი, მე მგონი და ფაქტის ახეზია, რომ ის გუნდი რომელმაც მაგათ აჯობა უხერხულია რომ გინდოდეს რომ შენ ჯგუფში იყოს, ხო? ყოველ შემთხვევაში მასახელებით არ არის. ეთყობა აღორძინება ბულგარეთში საერთაშორისო მოდის მაგარი თაობა და ჩვენების იმედი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ეს არ არის მარტო თქვა ფედერაციის გასაკეთებელი ან რომელიმე კონკრეტული სხვა ორგანიზაცია, ეს არის მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრესტიჟი. ამის აღქმა შეიძლება ჯერ კიდე ყველამ უნდა აღიქვას თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი საუკეთესო ფორუმი, საუკეთესო ფეხბურთელების გამოფენა, სადაც ჩვენც მოხვდით, ძალიან კარგია, ჩვენთან რო წარდება, ეს ძალიან კარგია მომავალი განვითარებისთვის და სპორტულ შედეგს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტული გუნდი გვეყოლება. ცოტა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კენჭისყრას ველოდები მოუთმენდოთ, რომ რაღაცა შედარებით ისეთი ვარიანტიც გვინდა, რომ მე არ ვამბობ, რომ უშანსოთ ამ ასაკში ვინმესთან შეიძლება იყო, მაგრამ არის გუნდები, რომელიც აცილებაც გვინდა, ვთქვათ. დიდი მადლობა ჩვენს ველოდებით კენჭისყრას, მადლობა დიმა, ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. რამდენად მნიშვნელოვანია ბატონო ტარიელ ამ ტურნირის მასპინძლობა ზოგადად და როგორ წაადგება ეს ზოგადად ფეხბურთის და ქვეყნის განვითარებას? ბუნებრივია, ქვეყნის ცნობადობის ამაღლობის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი. მოგეხსენებათ, რომ წელს ათობით ძალიან მნიშვნელოვანი სოფლიო და ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს საქართველოს. ეს არის ქვეყნის აღიარება იმ რეფორმებს, რომელსაც სპორტის განვითარების კუთხით ქვეყანა ახორციელებს ფედერაციებთან ერთად, კერძო სექტორთან. განსაკუთრებით მახარეს ბუნებრივია ფეხბურთის კუთხით ის ყურადღება ევროპული ფედერაციისგან და ევროპული ფეხბურთის მამებისგან, რომ საქართველოს უკვე პატი უხდა წილად, ადრე მხოლოდ შესაჩევი და ელიტ რაუნდის ჯგუფებს მასპინძლობთ, უკვე ჩემპიონატს მასპინძლობთ ევროპის. ეს ცალსახად არის საჩუქარი ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ყველაზე დიდი არმა მაინც ფეხბურთის გულშემატკივრებს ახლავს. შესაბამისად მოენათა ჩვენ გულშემატკივრებს ევროპული ფეხბურთი და მომავალ ვარსკვლავებს იხილავენ. ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი, ძალიან კარგი მაღალი დონის დობა, ტურნირი სოცა მასპინძლობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მაღალ დონეზე უმასპინძლებთ, როგორც სუპერთასს უმასპინძლებთ 2 წლის წინ. ყველას კარგად მოიხსენება და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ეს როგორც სანახაობრივი, ასევე საორგანიზაციო კუთხით სუპერმატჩი, ჩვენ წლის საუკეთესო მატჩად აღიარა UEFA, ასევე დარწმუნებული რომ ეს ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და ასევე იმედს გამოთქვა, რომ ეს არ არის ბოლო შეჯიბრი, შემდგომშიც არაერთ შეჯიბრებას ჩვენ უმასპინძლებთ ჩემპიონატებს, ტურნირებს UEFA-ს ეგიდით და თუნდაც ის რა დღის რომ ის ფეხბურთის განვითარების პროგრამამ სულ რაღაც 2 თვის წინ ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელობისგან და სამაგალითოა ის პროექტი, რომელსაც ფეხბურთის განვითარების პროგრამას, რომელსაც ფედერაცია ახორციელებს. ესეთი ნდობა ევროპელი მეგობრებისგან არის წინაპირობა, რომ საქართველოს დაიბრუნებს იმ ღირსეულ ადგილს, რომელიც ჩვენ გვეკავა თავის დროზე საფეხბურთო წარმატების კუთხით. მე მჯერავს, რომ ფეხბურთის განვითარებას ახალ ბიძგს მიცემს ეს ჩემპიონატი, მინდა ყველა გულშემატკივრას უსურვო, რომ ისიამოვნონ ლამაზ და ლაღი ფეხბურთით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ტარიელ. მე კი შეგახსენებთ, რომ იწყება ახლა უკვე ოფიციალური ცერემონია კენჭისყრის და დაველოდოთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე.
მოგესალმებით. ახლა უკვე ცოტა ხანში დაიწყება სასტუმრო ჰუალინგში ოფიციალური ცერემონია ევროპის 19 წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრისა. საერთო ხედი დარბაზის თქვენს ეკრანებზე. ჩემმა კოლეგებმა უკვე მოგახსენეს იმ გუნდების შესახებ, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში და იასპარეზებენ ივლისში ევროპის ჩემპიონატზე. მე კიდევ ერთხელ დავიმეორებ ამ გუნდებს, როგორც მასპინძელი საქართველოს ნაკრები იქნება ამ ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბულგარეთი, ჩეხეთი და შვედეთი. რაც შეეხება კენჭისყრის ცერემონიას, ეს 8 გუნდი გადანაწილდება 2 ქვეჯგუფში და ფორმატი ასეთი იქნება ტურნირისა. 2 საუკეთესო გუნდი გავა ნახევარფინალში, ერთი ჯგუფის პირველი ადგილოსანი შეხვდება მეორე ადგილოსანს მეორე ჯგუფისა და პირიქით და შემდეგ იქნება ფინალური მატჩი. რაც შეეხება ამ დღევანდელ ცერემონიას, ყოველგვარი განთესვის გარეშე ჩატარდება ეს წილისყრა და ნებისმიერი გუნდი შეიძლება მოხვდეს საქართველოსთან ჯგუფში. საქართველოს უკვე მინიჭებული აქვს თავისი ადგილი A ჯგუფის პირველ ნომრად არის საქართველოს ნაკრები და შესაბამისად მას მოუწევს 2 ივლისს გახსნის მატჩში მონაწილეობა. ახლა კი პრომო აი ამ ჩვენი ტურნირის. ესე იზეიმა საფრანგეთის ნაკრებმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. საფრანგეთის ნაკრები სამწუხაროდ წლევანდელ ტურნირზე ვერ იასპარეზებს. ეხლა ვნახოთ ჩვენ უკვე ბიოდონოთ თვალი ცერემონიას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში UEFA-ს ევროპის 2017 წლის 19 წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე. მინდა ფეხბურთის ფედერაციის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო UEFA-ს ნდობისთვის, ასევე მადლობა სტუმრებს მობრძანებისათვის. უპირველესად ვულოცავთ 7 ქვეყანას, რომლებიც ეტაპი, ასევე მასპინძელ გუნდს საქართველოს. სწორედ ეს 8 ქვეყანა იბრძოლებს ევროპის ჩემპიონობისათვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს გაირკვევა როგორ გადანაწილდებიან 19 წლამდე ნაკრები გუნდები ჯგუფებში და ასევე ჩემპიონატის კალენდარი. Ladies and gentlemen, dear guests, hello and welcome to Tbilisi for the 2017 UEFA European Under-19 Championship final draw. წამყვანი წარდგეს გუნდებს და ანონსებს მომავალ წილისყრას. ჩვენ გუნდები უკვე ჩამოთვალეთ და გეტყვით რომ როგორც წესი აი ესეთი ტურნირები 19 წლამდელების 17 წლამდელების იმართება იმისთვის რომ დაიბადოს ახალი ვარსკვლავი, გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები ასპარეზზე ევროპული ფეხბურთისა და ბევრი პოტენციური ვარსკვლავი ჩანს სხვათა შორის აი ამ ტურნირზე რომელიც ჩატარდება თბილისში. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ ახსენეს იმის შესახებ რომ და ილაპარაკეს იმის შესახებ რომ მაგალითად კარგი მეტოქე იქნება საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფში შვედეთის ნაკრები, მაგრამ მე შევახსენებ რომ შვედეთის გუნდში თამაშობს 17 წლის ალექსანდრ ისაკი, რომელშიც 9 მილიონი ევრო გადაიხადა დორტმუნდმა ცოტა ხნის წინ და ეს გუნდი არის შვედეთის ნაკრების ლიდერი. თუმცა ეხლა უკვე სცენაზე იხმეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და მას მოусმინოთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. ჩემთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ
სწორედ საქართველო არის მასპინძელი ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და დიდი დაფასება. მე მინდა აღვნიშნო და პირველ რიგში ყველა იმ სტუმარს, რომელიც ჩამობრძანდა, უთხრა, რომ თქვენთვის მართლაც და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი აქ ყოფნა, თქვენი ჩამობრძანება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ წუთს, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში გაატარებთ, ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო UEFA-ს ამ დობისთვის, დაფასებისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისგებლობა, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო UEFA-ს. მე კარგად მესმის ყველა იმ ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ, თავიანთი ქვეყანა ასახელონ, რომლებიც ივლისის თვეში ჩამობრძანდებიან და მე ასევე დარწმუნებული ვარ, თუ რამხელა ინტერესით ადევნებენ დღევანდელ კენჭისყრას თვალყურს და სავარაუდოდ განიცდიან, როგორც ისეთ ფეხბურთს ყოველთვის არის სასურველი მოწინააღმდეგე და ასე შემდეგ და აღარ დაგიმალავთ და მეც დიდი ინტერესით ველოდები ამას, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ჩამობრძანდება და ჩამოვლენ ივლისში, წარმატება უსურვო და მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ბევრი მათგანისთვის თავიანთი ვარსკვლავური კარიერა სწორედ აქ საქართველოში დაიწყება და მინდა ყველას წარმატება უსურვო. და ბოლოს მინდა ქართული ფეხბურთის ოჯახის სახელით ყველას წარმატება გისურვოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე წუთი, რომელსაც თქვენ ჩვენ ქვეყანაში გაატარებთ, ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი თქვენ ცხოვრებაში. მადლობა. სწორად აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, მართლაც ასეთ ამ ტურნირებზე იბადებიან ახალი ვარსკვლავები. მე გეტყვით, ჩამოგითვით რამდენიმე გვარს, თუ ვინყოფილ ამ ტურნირის MVP, მარკო ასენსიო, რომელიც გუშინ მაგალითად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა რეალის ლიგებში, კილიან მბაპე, ფერნანდო ტორესი, ალვარო მორატა და ასე შემდეგ, თუმცა ახლა სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების მინისტრმა ნამდვილად ყოველგვარი გადამეტების გარეშე ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს. ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო UEFA-ს ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო, რომ ჩვენ ესეთი საფეხბურთო საზეიმი გვაჩუქა. საქართველოში იყო და ყოველთვის დარჩება ეს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობად, ჩვენ ძალიან გვიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფურცლები ჩაწერეს ევროპული ფეხბურთისთვის, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებმა და თავიდან დაიწყო დღეს აღორძინება ქართული ფეხბურთის და ეს ჩემპიონატი, ეს მხარდაჭერა თქვენგან გააღიარება ახალ ბიძგს მისცემს ქართული ფეხბურთის განვითარებას. ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ უმასპინძლეთ ძალიან მნიშვნელოვანი UEFA სამიტს, ეს იყო აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებს ზუსტად ფეხბურთის პოპულარიზაციის და აღორძინებისთვის. ჩვენ არაერთ გზის უმასპინძლეთ საკვალიფიციო ტურნირებს, ელიტრაუნდის მატჩებს, მაგრამ ჩემპიონატის მასპინძლობა სხვა პატივია და ამას ვაცნობიერებ და დარწმუნებული ვარ, ისევე ღირსეულად უმასპინძლებთ ამ ჩემპიონატს, როგორც ჩვენ უმასპინძლეთ 2 წლის წინ სუპერთასს. და სიამაყედ მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წელს UEFA ეს მატჩი დაასახელა როგორც სანახაობრივი, ასე საორგანიზაციო კუთხით წლის საუკეთესო მატჩად. ასევე იმედს გამოთქვა, რომ ეს ჩემპიონატიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი ევროპული ფეხბურთის და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდგომში დაამშვენებენ ევროპულ ფეხბურთს. მინდა თითოეულ ფეხბურთელს უსურვო წარმატება, თქვენ კიდევ ერთხელ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავრობის და კერძო სექტორის, რომელმაც დობა გამოუცხადა ახალი ფორმაციის ფედერაციას, გყავთ საიმედო პარტნიორები ევროპაში, საქართველოში და მზად ვართ არა მარტო ამ ჩემპიონატს, არაერთ ტურნირს, არაერთ სემინარს უმასპინძლოთ, რომელიც მთლიანად ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, საქართველოში ევროპული ფეხბურთის დაბრუნებას და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთი არის მისი აღმატებულესობა
მაყურებლისთვის, გულშემატკივრისთვის და დააბრუნებს ჩვენ გემოვნებით ამორჩეულ გულშემატკივარს ტრიბუნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ემოციურად და თითოეულ ჩვენთაგანისთვის, რომ ერთ-ერთი სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს, არის დავით პეტრიაშვილის სახელობის. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ევროპული და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და ესეც მე ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე ამ ტურნირის ჩატარება იქნება მის წინაშე გარკვეული ვალის მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ის მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდება, ნამდვილად ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას საქართველოში. ყველა მონაწილეს უსურვებ წარმატებას, რა თქმა უნდა, არ ვიქნები ორიგინალური თუ განსაკუთრებულად საქართველოს ნაკრებს. დიდი მადლობა. ამ ცერემონიას ესწრებიან UEFA-ს წარმომადგენლებს და წესით ახლა მას ერთ-ერთ მოუხმობენ სცენაზე. კი ბატონო, ჩვენ თარგმანში გვეხმარება ვახტანგ ადამიანი და ახლა მოусმინოთ კელის, ეს არის UEFA-ს წარმომადგენელი. Ladies and gentlemen, ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, ბატონო მინისტრო, ძვირფასო მეგობრებო, საკმაოდ რთულია ქართული ენა, როგორც ჩემთვის დიდი პატივია და დიდი სიამოვნება UEFA-ს სახელით წავდგე და ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი გუნდის სახელით და ჩემი პრეზიდენტის ბატონ ჩეფერინის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველამ იმისათვის რომ აიღეთ თქვენს თავზე ეს პასუხისგებლობა და ატარებთ ამ ჩემპიონატს. ვიწყებთ ეს არის პირველი 8 კატეგორია ელიტარული პროფესიონალური ფეხბურთელების ეს რა თქმა უნდა თქვენ როგორც ახსენეთ რომ არის საკმაოდ რთული და დიდი გამოწვევა ამ ფეხბურთის ჩემპიონატის საორგანიზაციო ნაწილის მოგვარება, თუმცა საქართველოს ეს მოახერხა და ასევე საქართველოს აიღო თავის თავზე პასუხისგებლობა რომ ჩაატაროს 2020 წელს ქალთა ჩემპიონატი ასევე. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ყველაფრისათვის. მე ასევე მინდა გამოვიყენო ეს სიტუაცია, ეს შესაძლებლობა და გამოვეხმაურო ბატონ დავით პეტრიაშვილის სცენებას, რომელიც ასევე ვიყურებს ჩვენ და უხარია რომ ეს ჩემპიონატი ტარდება სწორედ საქართველოში და ერთ-ერთ სტადიონზე, რომელიც არის მისი სახელობის. და ბოლოს მინდა მოულოცო ყველა გუნდს, რომელიც გავიდა ამ ჩემპიონატზე და ყველას უსურვებ წარმატებას. დიდი მადლობა ბატონო კელი. ლენს კელი იყო თქვენს წინაშე UEFA-ს ეროვნული ნაკრებების ტურნირების თავმჯდომარე, განყოფილების თავმჯდომარე. ის საუძღებას გამოდელ კენჭისყრას. და ახლა ფედერაციის მიერ მომზადებული კლიპი სტადიონების სადაც ჩატარდება და ქალაქები და სტადიონები სადაც ჩატარდება ევროპის ჩემპიონატის მატჩები.
მაშ ასე წარგვიდგინეს ქალაქები და სტადიონები და ცოტა ხანში დაიწყება კენჭისყრის ცერემონია. მე მინდა გამოეხმარო ლენსკელის სიტყვას და სასიამოვნო ჟესტი იყო მართლაც გახსენება დავით პეტრიაშვილის მისი ღვაწლის გახსენება. ახლა კი ზურაბ ხიზანიშვილს უხმობენ სცენაზე, ეს არის ამ ტურნირის ელჩი. ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ტურნირის. მოგესალმებით ყველას. ჩემთვის დიდი პატივია, ძალიან დიდი პატივია ვიყო ელჩი აი ამ 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისა, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველად არის საქართველოში, როცა საქართველოს ტარდება აი ამ მასშტაბის ჩემპიონატი. ეს იქნება ნამდვილად დაუვიწყარი ყველასთვის. თამაშები ჩატარდება საქართველოში, დედაქალაქში თბილისში, გორში. და ეს იწევს ძალიან დიდი ინტერესს. ჩემთვის ცოტა უჩვეულოა სცენაზე დგომა ამ ხარისხში და მეც ის გზნობები მეუფლება, რაც დარწმუნებული ვარ ყველას, ვინც ჩართულია აი ამ ჩემპიონატში. მახსოვს, როცა პირველად ჩავიცვი ეროვნული ნაკრების მაისური, ეს იყო ძალიან დიდი დღესასწაული ჩემთვის. რას უსურვებდით ფანებს, გულშემატკივრებს და ასევე ფეხბურთელებს. ფეხბურთელებს უსურვებდი იმას, რომ წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საუკეთესო ფორმით და ასე ვთქვათ დაიმეჩვიდოვებ, რომ ეს ყველასთვის იქნება დაუწყარი. დიდი მადლობა თქვენი სიტყვებისათვის და დარჩით სცენაზე და ეხმარეთ UEFA-ს წარმომადგენელს. ლენსკელი, ზურაბ ხიზანიშვილი, ისინი ჩაატარებენ წილის ხრას და მალე გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის 19 წლამდელებს შორის. რამოდენიმე სიტყვით პროცედურას ხსნის UEFA-ს წარმომადგენელი. საქართველოს ავტომატურად, საქართველოს ნაკრები ეროვნული ავტომატურად არის გასულია კვალიფიკაციურად. აჯგუფშია პირველ ნომერი. არის ეს იგი თანმიმდევრულად ამოიღებენ აი ამ ბურთებს და მერე პირველ ბურთლა იქნება ბ ჯგუფის პირველი ნომერი და შემდეგ A-ს მეორე, B-ს მეორე და ეს შემდეგ თანმიმდევრობით იქნება განაწილება გუნდებს. ამაღლობელი მომენტი, კულმინაცია დღევანდელი ცერემონიის, ახლა გაირკვევა ჯერ როგორც ლენსკელი თქვა ბ ჯგუფის პირველი გუნდი. UEFA European Under-19 Championship final draw and good luck to all the teams. წარმატება ყველა ეროვნულ ნაკრებს. So, first team to be drawn going into group B, რომელიც ბ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, პირველ ნომრად იქნება გერმანია აქვსა. ერთ-ერთი ფავორიტი ტურნირის გერმანია, ორგზის ჩემპიონი ამ ტურნირისა და ერთ-ერთი ჩემპიონი, რომელიც ყოფილა აქამდე აი ამ ტურნირზე წარმოდგენილი არის ბ ჯგუფში. ეხლა საქართველოს ნაკრების მეტოქი გახსნის მატჩი, არა, გახსნის მატჩი ჯერ ვერ გავიგებთ. ეხლა ვნახოთ მეორე ნომრად ვინ იქნება. Group A will be Czech Republic. ჩეხეთი. A ჯგუფში მეორე პოზიციაზე. მეოთხე ნომრად ვინც ამოვა A ჯგუფში, ის იქნება საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქი. In group B, position 2, we have England. გერმანია, ინგლისი. B ჯგუფი უკვე საინტერესო. საქართველოს ჩეხეთს შეხვდება 8 ივლისს, ეს იქნება ბოლო ტურის მატჩი A ჯგუფში. საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე ვინ იქნება ვნახავთ. The Georgia Czech Republic, who will be team number 3 in group A. სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება შვედეთი, რომელსაც ყველა ნატრობდით. მაგრამ მე დავაანონსე, რომ შვედეთს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა ეძება. შვედეთი არის მოქმედი ჩემპიონი 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის და დებიუტანტი ამ ტურნირისა, ამ ტურნირზე მოხვედრა უკვე მეტყველებს ამ გუნდის ძალაზე და მე მის ერთ ვარსკვლავზე, მომავალ ვარსკვლავზეც უკვე გითხარით. საქართველოს, ჩეხეთი, შვედეთი. ბულგარეთი, Bulgaria. წავიდა ბ ჯგუფში მესამე ნომრად.
და რჩება ორი გუნდი. And now last team to be drawn for Group A. პორტუგალია და ჰოლანდია. Very good job. ორივე ძალიან ძლიერი. Portugal. პორტუგალიის ნაკრები. ხახსის მატჩი არის საქართველო-პორტუგალია 2 ივლისს ძალიან საინტერესო. კი, ძალიან რთული მეტოქია, მაგრამ ალბათ გახსნის მატჩი უკეთეს ვერც ვინატრებთ. Should be the only ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ჩვენი მეტოქი. და ჰოლანდია შესაბამისად Netherlands. ბეჯ გუფში გერმანია, ინგლისი, ბულგარეთი, ჰოლანდია. ჰოლანდია შარშანი იყო ჩამოსული, სხვა შორის საქართველოში და ითამაშა კათოლიკის წინააღმდეგ. ნოემბერში 0-1 მოჩა ის მატჩი ჰოლანდიელებმა მოიგეს. Good luck to everyone. მაშინ საქართველო 2 ივლისს შეხვდება პორტუგალიას, 5 ივლისს შეხვდება შვედეთს და დაასრულებს გამოსვლას 8 ივლისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. The 2017 UEFA European Under-19 Championship final tournament draw ceremony is hereby complete. Once again, დასრულდა წელიწრის ცერემონია. will be playing in Georgia for the European Championship title between the 2nd and 15th of და July. ეს ჩემპიონატი ჩატარდება 2-დან 15 ივლისამდე ამ წლის. ყველას დიდი მადლობა, ყველას გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას და დაუვიწყარ დროის გატარებას. მინდა ახლა ყველა თხოვო ამობრძანდეთ სცენაზე და გადავიღოთ ჯგუფური ფოტო. მაშასე კენჭისხრა დასრულებულია და ცერემონიაც დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ახლა ცოტა ხანში გვექნება მცირე სარეკლამო ჭრა და შემდეგ უკვე ჩემი კოლეგები გააგრძელებენ შეფასებას აი ამ წელიწრის შედეგებისა უშუალოდ სასტუმრო ჰუალინგიდან. მე გია თვალაბეიშვილი და ვახტანგ ადამიანი გემშვიდობებით. მაშასე ბრუნდებით ეთერში, ისევ სასტუმრო ჰუალინგში ვართ და დასრულდა კენჭისყრა. ჩემი სტუმრები არიან ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანი ფეხბურთელი ტურნირის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და საინტერესო ალბათ პირველ რიგში ეს პირველი შთაბეჭდილებები მაინც გადავავლოთ თვალი თუ რა ჯგუფში მოხდა საქართველოს ნაკრები, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი, შვედეთი და მეორე ჯგუფი ასე დაჯდა ინგლისი, ჰოლანდია, გერმანია და ბულგარეთი. ლევან, რამდენი ხმაყოფილი ხარ კენჭისყრით? აი ეს პირველ რიგში ამაზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაგიხდით ინტერესისთვის. რაც შეეხება კმაყოფილებას, ანუ უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ. შვენიერი ასე რომ ვთქვათ, ანუ ეგრეთ წოდებული, ანუ ლიდერები, ასე რომ ვთქვათ, ის დიდი ქვეყნები, როგორც გერმანია, ინგლისია, ანუ ჯგუფში არ აყვავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე შვედეთთან ან ჩეხეთთან და მათ შორის პორტუგალიასთან რაღაც მარტივი თამაში იქნება. ძალიან რთული იქნება, ზოგადად პროგნოზის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ყველა გუნდი დამსახური იგივე ბულგარეთი, რომელმაც ჯგუფში საფრანგეთი ჩატოვა, ანუ ნამდვილად ვერ იტყვი ვერც ერთ გუნდზე, რომ რომელიმე ღირსი არ არის. ასე რომ, ნახოთ, საინტერესო იქნება. ხო, ბულგარეთმა ჩატოვა საფრანგეთი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი გუნდად მოიაზრებოდა ესპანეთთან ერთად, რომელიც ასევე ვერ იღებს მონაწილეობას ამ ფინალურ ეტაპზე. ზურა, შენთანაც იგივე შეკითხვით გადმოვალ, ან რამდენად კმაყოფილი ხარ კენჭისყრით. რა თქმა უნდა, გერმანია აი ამ 8 გუნდში არის ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონი, ვინც არის და აქვს და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ასევე აქვს და ინგლისი და ჰოლანდია, თუმცა პორტუგალია ალბათ მაინც ყველაზე ძლიერი მეტოქია ჩვენს ჯგუფში და აღსანიშნავია, რომ შვედეთი, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას აი ესეთ ფინალურ ეტაპზე, ასევე ჩვენ ჯგუფში მოხდა. რა სიტყვოდი, როგორ შეაფასებდი აი ამ მეტოქეებს ასე ვთქვათ? მოგესალმებით. იქიდან გამომდინარე, რომ კენჭისყრა მე ჩავატარე, ჩემი ხელით ამოვიღე, მე მგონი ცუდი ხელი არ უნდა მქონდეს. კარგია, კარგია. ოდნავ პორტუგალიაში შეცდი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით, იმიტომ რომ ეს კონტინგენტი რაც გუნდები წარმოდგენილია, ეს 8 გუნდი, მე ესე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ფეხბურთში უკვე ესე ასარჩევად საქმე აღარ არის, იმიტომ რომ 8 გუნდი წარმოადგენს თავიანთ სახეს და ძალიან ძლიერი გუნდები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ასე თუ ისე ლევანი მას ახსენა, რომ დიდი გრანდებიდან გამომდინარე არ მოხდით ისეთ ქვეჯგუფში, ძალიან იმედიანად ვარ და ნუ რა თქმა უნდა, როგორც ინგლისთან უნდა ითამაშო და გერმანიასთან ასევე შემართებით უნდა ითამაშო სხვა იმ პორტუგალიასთან და დანარჩენ გუნდებთან. ასე რომ ჩვენზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ 8 გუნდში მოხდით და ამაზე დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა დიდ ტურნირს ამასაკში უკვე აღარ არსებობს. დიახ, ან ესეც შევახსენებთ მაყურებელს, რომ 2 გუნდი გადის ჯგუფიდან, ანუ და შემდეგ იქნება პირდაპირ ნახევარფინალები. ლევან, პირველად ტარდება ასე დონის ტურნირი ზოგადად საქართველოში, მართლაც უდიდესი მოვლენა არის და აი მნიშვნელობაზე რომ ისაუბრო, ორი სიტყვა აი ამაზე რომ გვიყვი. დიახ, დღეს ანუ ჩვენ მოკლედ ხაზი გაესვა იმას, რომ ქონია შემთხვევა იგივე სუპერთასის მატჩი, რომელიც კონკრეტულად ერთი მატჩი არის. ამ შემთხვევაში ეს არის ანუ ტურნირი, რომელიც რამოდენიმე
დღეზე, ანუ კვირაზე მეტი ხანი გრძელდება, რაც უფრო სხვა სამუშაო არის, მაგ კუთხით სხვა სპეციფიკა არის, ანუ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის, დაფასება არის პირველ რიგში, რომ გვენდნენ და ანუ გვაქვს იმის მასპინძლები ვართ ასეთი ტურნირის, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ორგანიზების კუთხით, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სპორტული მხარეც, ესეც კი არა მთავარი ჩვენთვის გულახდილად ვიტყვი და ეს არის აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვემზადებით და დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ჩვევია ორგანიზების კუთხით, ისევე ღირსეულად ჩავატარებთ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, რომ სპორტული მხარე არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, სწორედ ამაზე ჩაიკითხები სპორტულ მხარეზე, ხა ძალიან დიდი ხანი გერმანიაში თამაშობდი იქ, ალბათ ყველაზე განვითარებული ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე განვითარებული თვითონ ეს ინფრასტრუქტურა და ზოგადად აწყობილია ეს სისტემა ახალგაზრდურიდან ბოლომდე. აი, რა გზა გვაქვს გასავლელი ამაზე რომ თქვა, რა თქმა უნდა ეს დიდი გზა არის გასავლელი და აი, აქეთკენ უნდა წავიდეთ მაინც ალბათ, ხო? აი, ბატონო, ანუ მიზანი საკურველია სულ ყოველთვის ცხოვრებაში უნდა გქონდეს რაღაც მაქსიმუმი, გვინდოდეს, ანუ რეალობიდან გამომდინარე ეხა გერმანიაში რაც ხდება, ანუ განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც მოხდა, ის ეხა ჩვენთვის ცოტა ძნელად წარმოსადგენია. მაგრამ ამის მაგალითად, ანუ საპირისპიროდ ისეც ფაქტია, რომ იგივე ასაკობრივ ნაკრებებში ქონდა პერიოდები, ეხა სისტემატურად შეიძლება ვერ ვამარცხოთ, მაგრამ იყო თამაშები, როდესაც იგივე ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ღირსეულად თამაშობდით და ჩვენი მთავარი მოტივაცია ზუსტად ეს უნდა იყოს. ერთი რომ ამ საკუთარ ქვეყანაში თამაშობს, მასპინძლების ანუ მასპინძლის როლში, მეორე გულშემატკივარი და დანარჩენი ანუ მონდომება, თავდაჯერება, ეს თავარი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ჩვენი ასე რომ ვთქვათ, რითიც უნდა გავთანაბროთ მათ კლასი, იმიტომ რომ ბუნებრივია თუ იმაზე მეტი არ გავაკეთეთ, იგივე ფიზმომზადებით, სირბილით, მეტი ორთაბრძოლით, მეტი ბურთის მოგებით და მაშინ კლასით ბუნებრივია გაგვიჭირდება და თუ ამ კომპონენტებს გავათანაბრებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებად შეგვიძლია მივახციოთ იგივე შვედეთთან, ჩეხეთთან, ანუ შვედეთს ყოველთვის ყავდა განსაკუთრებით უფრო ცოტა ზემოთ ასაკებში 21 წლამდე, 19 წლამდე, 17 წლამდე მგონია რომ არც ისეთი, ანუ ისეთი დონის როგორც ახლა პორტუგალია, მაგალითად არა. პორტუგალია მეც დაგეთანხმებით, რაც ახლა ახსენეთ, რომ ორჯერ ვიცე-ჩემპიონია. სულ ყოველთვის იგივე 17 წლამდე, 19 წლამდე, 21 წლამდე ძალიან ძლიერი თაობები ყავთ და რა ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული. ხო, იგივე საკლუბო დონეზე ხა პორტუგალიაში ძალიან განვითარებულია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს სრდიან და შემდეგ იგივე პორტო და სხვა გუნდები ყიდიან ხოლმე ძალიან ძვირად ასე თქო ჩვენი მათ უფრო მეტი საშუალება აქვს ამ კუთხით, იგივე გერმანიაში ახლა თუნდაც ამ ნაკრებში ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რო გადახედოთ, ნამდვილად მოძებნით ფეხბურთელებს, რომლებიც ანუ გერმანიაში დაბადებულები არ არიან, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდნენ იქ. ამის რესურსი ასეთ ქვეყნებს აქვს. სამწუხაროდ ჩვენთან ესე არ არის და ჩვენი რესურსი რა მაქსიმუმი უნდა ვცადოთ რაც შეგვიძლია. იქიდან გამომდინარე უნდა. ზურა, აი შენ ხარ ელჩი ამ ტურნირის, ზოგადად რას ნიშნავს ეს ელჩობა შენთვის ეს რო გითხრა და ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით ხა საუბრობდა ლეონი, რომ გულშემატკივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება 4 სტადიონზე ჩატარდება ეს ტურნირი და აი ამ ფაქტორებზეც რომ ვისაუბრო. პრინციპში ელჩობაზე ბევრს ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ დღეს შევიფერე ეს სტატუსი. ნამდვილად, რა თქმა უნდა, საამაყოა, როცა შენ ქვეყანას წარმოადგენ, როგორც ფეხბურთელი ვიყავი და ეხლა როგორც სტატუსი მაქვს ელჩი და ძალიან, რა თქმა უნდა, ეს საამაყოც არის და საპასუხისმგებლო სტატუსიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მინდა იმაზე გამომახვილო ყურადღება გულშემატკივარზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის, იგივე ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივარს, იმიტომ რომ ეს არის გორში და თბილისში, გულშემატკივარს მოუწევს სიტყვაზე აქეთ-იქით სიარული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც კაი სანახაობრივი ფეხბურთი იქნება და ეს 8 გუნდი ისეთი გუნდები არიან, რომ მარტო უბრალოდ სახელის გამო უნდა იაროს გულშემატკივართან და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვიქომაგოს ჩვენ 19 წლიანი ნაკრებს, იმიტომ რომ მე-12 კაცად ეს აი აქ ხა მყავს ჩამოწერილია ეს ფეხბურთელები, რომლებსაც მიუღიათ მონაწილეობა ამ ტურნირზე 19 წლამდელებზე, არის თიაგო ალკანტარა, ანტუან გრიზმანი, ალვარო მორატა, ეროი სანე, არის გულშემატკივრის ბოდიშით, ანუ რო გერთვებით, ანუ იმიტომ მე დარწმუნებული ვარ დღეს ვახსენე კიდევაც, ნამდვილად დარწმუნებული, რომ ბევრი მათგანისთვის მართლა თავიანთი ვარსკვლავური კარიერა დაიწყება ზუსტად აქ. ეს ხდებოდა სულხოვეთში და აქედან გამომდინარე მე მგონი რომ გულშემატკივრის საინტერესო არის ხდება
ხოლმე რომ გაგვიხსენებია რომ იგივე ფეხბურთელები რომლებიც დღეს მადრიდში ბარსელონაში თამაშობენ მადრიდში იგივე მბაპე რომელიც ხა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა შარშან სწორედ მისი წყალობით ეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ხა ძალიან ცოტა ხანში ეს მომენტები შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ეს რაღაც საინტერესო ჰაილაითები და დღეს ხა თუ ყველა საუბრობს იმაზე რომ მბაპე თქვა უნდა მადრიდის რეალს და სხვა გრანდებს სწორედ აი აქ იწყება ხოლმე ესეთი დონის ფეხბურთელების თქვა გაწინება ამ ჩემპიონატის შემდეგ უკვე საფეხურზე გადადიან რომელიც უკვე პროფესიონალურ კარიერა დიდ გუნდებში და დიდ წარმატებებს აღწევს გამორიცხვის 19 წლის ბიჭი ხვალდაზე ამ ტურნირის მერე პირველ ნაკრებში მოხვდეს იმიტომ რომ სახეძეც ლევანიც ყოველთვის იბადებიან ხოლმე ასეთ დონის ტურნირებში და ასევე ანუ ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც მნიშვნელოვანია რომ ძალიან დიდი ინტერესი არის ზოგადად ყველა წამყვანი ევროპის გრანდებისგან დიდი ქვეყნებისგან ალბათ სკაუტებიც იქნებიან ხო და აპოდებიან გულისხმობ აბსოლუტურად ანუ მაქსიმუმი დასწრება იქნება ყველა ფაქტიურად ჩამოდის და ესეც რასაკვირველია ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ეს ნიშნულოვანი დღეები, იმიტომ რომ აი აქ წარმოაჩინო შენი თავი უკვე იმის წინაპირობაა, რომ შენ კაი კლუბის და პირველი ნაკრებიც უკვე თვალს დაგადგავს და აქედან იწყება შენი საფეხბურთო კარიერა. 19 წლისო ხარ, უკვე ამაზე კაი ასაკი არ არსებობს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის საინტერესო მომენტები და შემდეგ სხვა ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. მაშ ასე ბრუნდებით კიდევ ერთხელ და ამჯერად ჩემი სტუმრები არიან საქართველოს 19 წლიანი ნაკრების თავარი მსმენელი გიორგი ყიფიანი და დავით მუჯირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი და გიორგი თქვენით დავიწყოთ რამდენად კმაყოფილი ხართ აი ამ მეტოქეებით და თუ ვიცნობთ ამ გუნდებს და ამაზე რომ ვისაუბროთ კენჭისყრით საქართველოს პორტუგალია ჩეხეთი შვედეთი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს აი ესეთი ჯგუფი დაჯდა პირველში მოგესალმებით რაც შეეხება შედეგებს მე ვფიქრობ რომ ის გუნდები რომლებიც მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე ყველა თითქმის თანაბარი დონის ნაკრებები არიან შესაბამისად მიმაჩნია რომ ყველა ძალიან ძლიერი მეტოქეა ну რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია და რომ შევადაროთ ეს ორივე ჯგუფი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ჩვენ რაღაც უპირატესობა გაგვაჩნია იმ კუთხით რომ არ მოხვდით თქვათ აშკარა ფავორიტებთან ჯგუფში შესაბამისად ჩვენ გაგვაჩნია ყველა ამ 7 ნაკრებზე გარკვეული ინფორმაცია ახლა უკვე დეტალურად გავაანალიზებთ მათ თამაშებს და უკვე შეუდგებით მზადებას უშუალოდ უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის. და თქვენც პირველ რიგში ამას კითხავთ, რამდენად კმაყოფილი ხართ კენჭისყრით და შემდეგ უკვე საორგანიზაციო საკითხებზე გადავიდეთ, ან რამდენად მზად ვართ ასეთი დონის ტურნირის მასპინძლობისთვის, ვიცით რომ 4 სტადიონზე არის თამაში, თუმცა აქ არა მხოლოდ სტადიონების საკითხია, უამრავი სტუმარი ეწევა საქართველოს და აი ამაზეც რომ ისაუბრო საინტერესო იქნება. როგორც გიორგიმ უკვე აღნიშნა, ამ ეტაპზე 7 საუკეთესო გუნდია ევროპის ამასაკში თავმოყრილი. რა თქმა უნდა მძიმე ტურნირი იქნება ყოველთვის ჩვენ კიდევ ერთხელ გიორგისთან ერთად გუშინაც ოფიციალურ აღშემოზე ჩვენ აღნიშნეთ რომ ჩვენი მხრიდან ვალდებულები ვართ რომ ხალხს ვანახო დავარწმუნოთ რომ ჩვენ ამ ტურნირზე არ ვართ მხოლოდ ამ 8 საუკეთესო გუნდში
მხოლოდ იმიტომ რომ მასპინძლები ვარ, შევეცდებით ეს შედეგითაც გავამყაროთ ეს და წარმატებული იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ საშინაო კედლებში საკუთარ გულშემატკივარს ხარდაჭერის იმედი გვაქვს, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით მოუწოდეთ უკვე გულშემატკივარსო 2 ივლისიდან, როდესაც გახსნით მატჩი საქართველოს პორტუგალიას დაუპირისპირდება ეს აფიშაზე. გახსნითი მატჩი, ესე იგი ეს არის საქართველოს პორტუგალია. საბოლოო კალენდარი დღეს ბოლომდე იქნება დადასტურებული UEFA-სთან შეთანხმებით, ახლა რამოდენიმე წუთში შევიკრიბებით ამ საკითხს საორგანიზაციო კომიტეტი და გახსნით თამაში, როდესაც საქართველოს პორტუგალიას დაუპირისპირდება, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს გულშემატკივარი გაავსებს სტადიონს და იმ ხარდაჭერის იმედად ფურცელზე შეიძლება თქვენ როგორც ახსენეთ, ფავორიტები ჩვენ არ ვართ, შეიძლება პირობითად იგივე გერმანიის და ინგლისის ნაკრები ითვლებოდნენ ამ ტურნირის ფავორიტებად, რომლებიც ჩვენ ჯგუფში არიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 7 საუკეთესო გუნდია ევროპის თავშეყრილი, ალბათ დიდი მნიშვნელობა მაინც და მაინც არ ქონდა ამ ჯგუფებში გადანაწილებას. ჩვენ პროგრამა მინიმუმად, რა თქმა უნდა, არსებობს, შემდეგი არის, რომ ნახევარფინალში მოხვედრა, ყველაფერს გავაკეთებ თავის მეთაუროდ, მინდა ვისაგებო შემთხვევით აი გიორგისთან ერთად პირადად უსურვო მას წარმატება, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, მედიის წარმომადგენლებთან, ქართულ გულშემატკივართან ერთად. გიორგი, როგორ წავამზადება ამ ჩემპიონატისთვის? ეს არის საინტერესო. ეხლა ამხანაგური თამაშები ჩავატარეთ ლიტვასთან, ასევე რუსეთის ნაკრებთანაც ქონდა თამაში. აპირებ თუ არა კიდევ ამხანაგურების ჩატარებას და ზოგადად ეს ზადების პროცესი როგორი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე მზად გვაქვს გეგმა ჩვენი მზადების, ესე იგი დასმული ეტაპი მოსამზადებელი პერიოდის დაიწყება ივნისის დასაწყისში. ჩვენ ველოდებოდით კენჭისყრის შედეგებს, შესაბამისად ეხლა უკვე გვექნება მოლაპარაკება იმ შესაძლო ნაკრებებთან, ვისთანაც შეგვიძლია რომ დავგეგმოთ ამხანაგური თამაშები, მაგრამ გადაწყვეტილია ის, რომ ჩვენ ივნისის დასაწყისში გვექნება უკვე ის შეკრება, რომელიც იქნება უკვე ძირითადი მოსამზადებელი ევროპის ჩემპიონატისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო სამწუხარო შტაბი ფეხბურთელები მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს. დიახ, აი ისევ რომ დაუბრუნდეთ ალბათ ამ ტურნირის მნიშვნელობას და მაყურებლისთვის უფრო ისე საინტერესო ცხადი რომ იყოს თუ რა დონის ტურნირი არის, ალბათ ისევ გავიმეორებთ ფეხბურთელები, ვისაც უთამაშია ამ ტურნირზე და ვინც დაიწყეს ასე თქვა თავიანთი ეს კარიერა, იგივე ტიაგო ალკანტარა გუშინ ვადევნებდით მის თამაშს თვალყურს მუნხენის ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში, არ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონას აღზრდილი, ასევე ანტუან გრიზმანი, ალვარო მორატა, ლეროი სანე, მესუტ ოზილი, ახლა ჩვენ ცოტა ხნის წინ ვადევნებდით მბაპეს მომენტებს თვალყურს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ალბათ უკვე მონაკოს და სულ მალე გადავა ასეთი დონის გუნდში და საინტერესოა ვინ გვეწოვა ამ ევროპის ჩემპიონატზე, უკვე ვინც შეგვიძლია ვთქვა, რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ალბათ შეგვიძლია გამოვყოთ ჯასტინ კლიუვერტი, ლეგენდარული პატრიკ კლიუვერტის შვილი, რომელიც აიაქსში თამაშობს და ბოლო პერიოდში ძალიან კარგადაც გამოიყურება და ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის იგი თავის გუნდში, სხვა შორის იგი ცენტრფორვარდი არ არის, პატრიკ კლიუვერტის განსხვავებით, უფრო ესე ფლანგიდან თამაშობს და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ასევე რუი პედრო, პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელიც არის წინვალე მოთამაშე და ზოგადად ეს პორტოს სკოლა და ეს პორტუგალიური ახალგაზრდული სკოლა ამაზე ცალკე ალბათ სასაუბრო და კიდევ ერთი მოთამაშე კრის უილიკი, ეს არის ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ლონდონის არსენალის ახალგაზრდული გუნდში არის, ხა არსენალის ტრადიციულად გამოირჩევა იმით, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ხრივ ყოველთვის პოულობს და ზრდის საუთემპტონთან ერთად ალბათ ინგლისში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მარცხენა გარემარბია და დარწმუნებული ვარ ხა გარდა ამ მოთამაშეებისა უშუალოდ ჩემპიონატის დროსაც დაიბადებიან ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ასე ვთქვათ დაგვამახსოვრებენ თავს და უკვე გამოიჩენენ თავს და აი რამდენად ფიქრობთ რომ აი 19 წლამდელებზე როდესაც საუბრობთ ხო რამდენად ზად არიან ხოლმე უკვე აი ამასაკის ფეხბურთელები რომ ვთქვათ როდესაც გამოიჩენენ თავს უკვე აი დიდ ნაკრებში ითამაშონ და გახდნენ შემდგარი სუპერვარსკვლავები როგორ ფიქრობთ რა თქმა უნდა ეს ეროვნული ნაკრებების ხვალინდელი დღე, ამიტომაც ეს ტურნირები ძალიან დიდი ინტერესია სკაუტების მხრიდან. UEFA-ს მოთხოვნით ყველა შეხვედრაზე სპეციალური სკაუტების არეა არის განკუთვნილი, სადაც თითო მატჩზე დაახლოებით 200-მდე სკაუტი ესწრება. ეს ზუსტად ის სამხელო მნიშვნელობა აქვს. ზუსტად ის ტურნირია, სადაც ფეხბურთელებს გრანდები და ევროპული გუნდები აკვირდებიან, მატჩი მომავალს ხედავენ და შემდეგ უკვე მათი რა თქმა უნდა დამოკიდებული გუნდში მოხვედის შემდეგ. ამიტომ ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც შანსია, ისევე როგორც დანარჩენი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის. გიორგი, ძირითადად ნაკრები არის დაკომპლექტებული 3 გუნდიდან, ანუ 3 გუნდის ფეხბურთელები, ეს ძირითადად თბილისური გუნდები არის, ლოკომოტივი, თბილისი დინამო და საბურთალო, ანუ ძირითადად მასაზე ვსაუბრობ. რამდენად საკმარისია, ასე ვთქვათ, ეს შევსება ნაკრებისთვის და რამდენად ფიქრობთ, რომ ანუ უფრო უნდა, ასე ვთქვათ, მასშტაბური იყოს თან რეგიონებზე ხარ, როდესაც ვსაუბრობთ, ხო, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელია რეგიონში და ძირითადად მაინც 3 თბილისური გუნდიდან არის, გუნდის მოთამაშეებიდან არის დაკომპლექტებული ნაკრები. როგორ ფიქრობთ, ანუ ეს არის თუ არა ერთგვარი პრობლემა ნაკრებისთვის?
მოდით მე ჯერ პირველ კითხვას მინდა რომ გამოვეხმაურო რაც შეეხება ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჩამოვა საქართველოში ამ ნაკრებების შემადგენლობაში, როგორც ცნობილი, ასევე ის ფეხბურთელები, რომლებიც ეცდებიან საკუთარი თავი წარმოაჩინონ უკვე ამ ევროპის ჩემპიონატზე. მე არანაკლები იმედი მაქვს ქართული ფეხბურთელების, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ჩვენ ყავს რამოდენიმე ძალიან ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშე, მაგრამ მე ყოველთვის გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ საერთო ჯამში ეს ინდივიდუალიზმი უნდა გამოვადგეს გუნდურობას და შესაბამისად ჩვენი მთავარი პრინციპი, ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება გუნდურობა, ნებისმიერ მიმართულებით ეს იქნება თამაშამდე, თამაშის განმავლობაში თუ თამაშის შემდეგ და მხოლოდ აი ამ პრინციპის მიღწევის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე ის საფუძვლიანი საშუალება იმისა, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება თქვენ მეორე შეკითხვას, ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია რაც ვაწარმოებთ სელექციას მთლიან საქართველოს მასშტაბით, პირადად მე და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი აბსოლუტურად ყველა რეგიონში ვიყავით, უშუალოდ ვესწრებით თამაშებს, სხვადასხვა ლიგის თამაშებს. ეს არის მაქსიმალურად შერჩეული ის რესურსი, რაც ამ ეტაპზე გააჩნია რეალურად საქართველოს. აკადემიები ალბათ მნიშვნელოვანი ხო? აკადემია უფრო ამარაგებელი ლიგა ეს არის, პირველი ლიგა ეს არის, მეორე ლიგა ეს არის 19 წლამდე ლიგა, ჩვენ ყველა მატჩს ვესწრებით. ჩვენ ყავს ფეხბურთელები სხვადასხვა რეგიონებიდან, ყავს ქუთაისიდან, ყავს ბათუმიდან, ყავს ქობულეთიდან, შესაბამისად ნაკრების კარი არის ღია ნებისმიერი მოთამაშისთვის, რომელიც საკუთარ კლუბში კარგად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და კიდევ მინდა ვითხრა, რა თქმა უნდა, ნაკრების ბირთვი უკვე შექმნილია, მაგრამ დღევანდელ დღესაც მიმდინარეობს ჩემპიონატი და ასე ვთქვათ, კანდიდატებისთვის, ყველა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრების კარი ღიაა და ყველაფერი არის მათზე დამოკიდებული თუ როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს კლუბებში. ყავს თუ არა გუნდს ეს გამოკვეთილი ლიდერი, ეს არის საინტერესო აი ამ ასაკში. შეგიძლია თუ არა დაასახელოთ, თქვათ ერთიან ამდენი ფეხბურთელი, ვინც თქვათ აი აშკარად გამორჩეული იქნება სხვებისგან, ანუ არის თუ არა ასეთი ვინმე. აი მე მოვერიდები გვარიძას ხელის დასახელებას, რა თქმა უნდა აღვნიშნე რომ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, არიან ის მოთამაშეები, რომელსაც გააჩნიათ ლიდერის თვისებები და ფუნქციები, მაგრამ შესაბამისად ეს ყველაფერი იძლევა შედეგს მაშინ, როდესაც ეს ხდება გუნდურად და ეს ხდება ამ ინდივიდუალური ფეხბურთელების შერწყმა ხდება და საერთო ჯამში მოვაქვს უკვე დადებითი შედეგი. შესაბამისად ჩვენ უკვე უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი დაგვანახებს ამ თვისებებს თუ რამდენად წარმოაჩენენ ქართველი ფეხბურთელები თავის ინდივიდუალურ თვისებებს, რომელიც გარდაისახება უკვე გუნდურ წარმატებაში. დიახ, აი როგორც მწვრთნელი ძალიან საინტერესოა თქვენ ამ ასაკში 19 წლამდელებში რამდენად არის უკვე ტაქტიკური, ასე ვთქვათ, განსწავლულობა უშუალოდ ნაკრებში თუ უფრო მაინც ინდივიდუალიზმზე კეთდება აქცენტი კონკრეტულად მიზზე, თუ აქ უკვე ფეხბურთელმა, როდესაც არის ამ ასაკის, უკვე კარგად იცის, ვთქვათ, თავის საქმე, თავის დავალება და გუნდი თამაშობს თუ არა უკვე რაღაც სისტემით, რომელიც ვთქვათ შეიძლება გამოადგეს მერე ეროვნულ ნაკრებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უკვე თქვენ გადავხედოთ მარტივად, გადავხედოთ ევროპულ კლუბებს და იგივე ქართულ კლუბებს, სადაც არიან თქვა ჩვენი ასაკის მოთამაშეები, უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. შესაბამისად, როდესაც უკვე 18-19 წლის ფეხბურთელი ხდება ისეთ კლუბში, რომელიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში, თამაშობს რანგით დაბალ ლიგაში, რა თქმა უნდა, ის ყველა კომპონენტი უკვე იმ ფეხბურთელს უნდა კონდეს გათვისებული და შესწავლილი, როგორც ტექნიკურ-ტაქტიკური, ასევე ფიზიკური. შესაბამისად, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, მათ შეუულიათ ისევ და ისევ პროფესიონალურ ზრდა, მაგრამ ეს არის უკვე პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ფეხბურთში და ყველა ეს კომპონენტი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს უნდა იყოს აუცილებელი ატრიბუტი აი ამ მოთამაშეების უკვე, რომლებიც უკვე ნაკრებში ითამაშებენ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო გამოვიდა, რა თქმა უნდა, კენჭისყრა და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჯგუფები ტელემაყურებელს. საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი, შვედეთი, აი ესეთი ჯგუფი არის. ნუ პრინციპში საკმაოდ კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისი, ჰოლანდია და გერმანია აქვთ და ეს სამი გუნდი მეორე ჯგუფში იქნება და ასევე ბულგარეთი ორი გუნდი გადის ჯგუფიდან, ესეც ძალიან კარგია და იმედია, რომ ჩვენც მოახერხებთ ამ ჯგუფიდან გასვლას. წარმატებები ამ მოსამზადებელ პროცესში და რა თქმა უნდა შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები თქვენ საორგანიზაციო მხარეში ასევე და იმედია რომ იმედია კი არა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო წავა ეს ტურნირი და იმედია ჩვენც ვითამაშებთ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს. ჩვენ კი უკვე ნენელა უნდა დაგემშვიდობოთ კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. კარგად სანდებოდეთ გემშვიდობებით.